სანამ დავიწყეთ რომ ჰადისების კითხვას, მინდა ერთი ფაიდა თქვა ეს დუაზე, რომელიც მამამ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ყველაზე ხშირად იყენებდა. მანამდე მანაკა საჰაბა, რომელიც ერქვა ხადიმონ ნაბი, განმოსა რომ მამამის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ყველაზე ხშირი დუა იყო ეს დუა. ربنا آتنا في الدنيا حسنة وفي الآخرة حسنة وقنا عذاب النار. რაც ნიშნავს ჩვენ უფალო, ჩვენ ღმერთო დავიცავით ჩვენ, ან მოგვესვით ჩვენ სიკეთე ამ დუნიაში, სიკეთე ახირატში და გადაგვაჩინა ცეცხლის ტანჯვისგან. როგორც თქვენ ალიმები არის დუა, რომელიც ამ დუაში შედის ყველაფერი სიკეთე, რაც არსებობს ამ დუნიაში და სიკეთე, რომელიც არსებობს ახირატში, ყველაფერი შედის ამ დუაში. თუ შემომოსა ალლაჰს ყველაზე ხშირად აკეთებდა ამ დუას. რაც ნიშნავს ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ესე იგი, ასე ის მაგრას ნიშნავს, რომ რამდენად მნიშვნელოვანი დუა არის. რამდენად მნიშვნელოვანია. ალლაჰმა აზავაჯალ თვითონ ყურანშიც ახსენა რომ ხალხი რომელიც აკებს ალლაჰ აზავაჯალ ყურანში არის ის ხალხი რომელიც ამ დუას კითხულობს. რატომ? იმიტომ მოსმენ ადამიანს არ მარტო ეს დუნია უნდა. მოსმენ ადამიანს უნდა ასევე დუნიაც, ასევე ახირატის. სიკეთე ორივე მხარეს. როცა ჩვენ ვიძახით რაბანა ატინა ფი დუნია. ჩვენ ეს სიტყვები რაბანა ღმერთო ჩვენო, რას ნიშნავს? თავაქული, თავჰიდი. რომ ჩვენ ვენდობთ მარტო ალლაჰს, მარტო ალლაჰთან ღვთხოვთ. ეს უკვე თავჰიდია. ნახეთ მე სუბჰანა თითქმის ყველა ჰადისი რომელიც ჩვენ ვიტყოდ, ყველაზე არა დუებში, ყველაში არის თავჰიდი. ყველაში. ანუ შენ აღიარო ღმერთთან ერთადერთი შეიძლება დაგეხმაროს ამ დუნიაში და ახირაში. და შენ მე ალლაჰს ეუბნები ატინა ფი დუნია ჰასანათა. მოგვეცი ამ დუნიაში სიკეთე. ზოგმა ალიმმა თქვა რომ ეს ნიშნავს კარგი მეუღლე. თუ კაცი ხარ, კარგი მეუღლე ხარი. თუ კალი ხარ, კარგი მეუღლე კაცი. ზოგმა ალიმმა თქვა რომ ეს ნიშნავს კარგი ბავშვები. ზოგმა ალიმმა თქვა რომ ეს ნიშნავს კარგი ქონება, რომელიც ჰალალი ქონება. ზოგი ალიმმა თქვა და ეს უფრო სწორია, რომ ამ სიტყვებში შედის ყველაფერი. საერთოდ ნებისმიერი სიკეთე დუნიაში, კომფორტული სახლი, კომფორტული მანქანა, კარგი მეუღლე, კარგი ბავშვები, ჯანმრთელობა, ქონება და ასევე ისეთი ქონება, თუ სიკეთე არის, თუ სიკეთეს ხო. ესე იგი ეს ჰალალი ქონება, ეს არის ის ქონება, რომელიც შენ იყენებ მე ალლაჰის გზაზე. ანუ ნებისმიერი კარგი შენ რაც გინდა დუნიაში, ამ დუაში, პატარა სიტყვებში შედის. მერე ჩვენ ვიძახით ვაფილ ახირათი ჰასანა. ასევე ახირაში ჰასანა. ანუ შეიხმა იბნ თეიმინმა და სხვა ალიმები თქვის რომ ეს ნიშნავს რომ ყველაფერი ნებისმიერი ხეირი რომელიც უნდა იყოს ახირაში, შენ მაგას თხოვ. შენ ალლაჰს თხოვ დაცვას, გაკითხვის დეს. შენ ალლაჰს თხოვ რომ შენი ჰისაბი, შენი განსჯა იყოს ადვილი, სუბუქი და სწრაფი. შენ ალლაჰს თხოვ შენი გავლა სირატზე. სირატი რომელიც არის ჯოჯოხეთის ხიდი. შენ გაიარო მაქსიმალურად ჩქარა. შენ იმას თხოვ რომ მუნკარ და ნაკირის კითხვებზე უპასუხო ადვილად და გაიარო ეს ყველაფერი ადვილად. და ასევე მე შენს თხოვ ვაგინა აზაბანა ნიშნავს რომ დაგვიცავი ჩვენ ჯოჯოხეთის ცეცხლისგან, ტანჯვისგან. აქ შეიხმა აბდურაზაყ ბადრა და სხვა შეიხმა თქვენ ეს რას ნიშნავს? შენ ალლაჰს თხოვ დაცვა ცეცხლისგან და ამ დუაში ავტომატურად შედის კარგი საქმეები. და ავტომატურად შედის რა? რომ შენ უფრო შორდები ცოდებისგან. იმიტომ ცოდები არის ის, რაც მიყავს შენი თავისად ჯოჯოხეთში, ცეცხლში. და როცა შენ ამ დუას აკეთებ, ალლაჰი ავტომატურად ის აკეთებს, რომ შენ გინდა თუ არა აკეთებ უკვე კარგი საქმეები. ნებისმიერი კარგი საქმეები შენთვის ხდება ადვილი. და ეს არის ასევე ის დუა, რომელიც კეთდება უმრის დროს, ჰაჯის დროს, რომ დავას ვაკეთებთ. ამიტომ მე თუ შომამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ყველაზე ხშირად მაგას აკეთებ. თუ ალლაჰმა აზავაჯალ აკებდა იმ ხალხს, ვინც ამ დუას კეთებს, იძახდა, რა თქმა უნდა ჩვენს უნდა გავაკეთოთ. ანას იბნ მალიქ რომელიც გადმოსცა ეს ჰადისი, არასდროს არ ანებებდა ამ დუას. არასდროს. ყოველთვის როცა ალლას რაღაცას თხოვდა, ყოველთვის ამ დუას იყენებდა. მაგალითად, თქვენ აკეთებთ, ჩვენ ვაკეთებთ რაღაცა დუას. მეც რაღაცას ვთხოვ. არ უნდა გავიაროთ ჩვენ დუა არ უნდა დამთავრდეს ეგრე, რომ ეს დუა არ ჩავსვათ, ჩვენ რასაც ვთხოვთ ალლაჰის გზაზე. რატომ? იმიტომ ამ დუაში შედის ყველანაირი სიკეთე, რომელიც არსებობს დუნიაში, ახირატში და ცეცხლისგან დასვა. ყველანაირი სიკეთე. რაბანა ატინა ფი დუნია ჰასანათან ვა ფილ ახირატი ჰასანათან ვა ყინა აზაბან ნარ. რა პატარა დუა, მაგრამ რა ხელა მძიმეა. რამხელა ბაზალაკ ამ დუას, ალლაჰის ნები. რამხელა ფასი აქვს დუას, ამ დუას. ალლაჰ მუბარაკ მოხსნე.